ანუ ამიხსნეს პირობები, რომ უნდა მემუშავა 48 საათი, უნდა ყოფილიყავი მოლარი კონსულტანტის თანამდებობაზე და მექნებოდა საკმაო დრო იმისთვის, რომ სწავლისას დამეთო დრო. ძალიან ლამაზ ფერებში დამიხატეს და გამიჩნდა სურვილი, რომ მეთქი კარგით ვიმუშავებ თქვენს ქსელში. დაახლოებით 15 წუთის გამოსული ატყავდა, უკვე დამირეკეს, რომ ჩვენ მიდიხარ ხვალე 10 საათზე აღმაშენებლის იოლში დაიწყებ სტაჟირებას. როდესაც მივედი, ეგრევე ამიყვანეს მაღლა რაღაც გასახდელში და მენეჯერი დამხვდა გასახდელში ბავშვები იყვნენ იქ. და ამიხსნა, რომ აქ შენ მე ყველაფერი უნდა შეითავსო. თავიდან მეთქი ვერ მივხვდი იქ მოლარი კონსულტანტი მითხრას, აქ ყველაფერი უნდა შეითავსო. იმ დღითვე რაღაც დავიძაბე და სახლში რომ მოვედი და ოჯახის ჩემად მკითხა, როგორი სიტუაციაა და მეთქი აქ მე ერთითო ვერ გავჩერდები. მე მივედი მხოლოდ ღამის კონსულტანტად თავიდან. მინდოდა მარტო ღამით მუშაობა და ეს ღამე უნდა ყოფილიყო 3 დღეში ერთხელ. მიწოდა ღამე, მაგრამ როდესაც მივედი რეალურად მიწოდა ყოველ მეორე ღამეს მუშაობა. ეს ღამე ჩემი გამომდინარე მინდოდა რომ მეთქი სწავლას უფრო შევუწყო, იმიტომ რომ მეორე დღე თავისუფალი მექნებოდა 2. მაგრამ რამ 2 თვის შემდეგ მენეჯერმა მითხრა, რომ ასეთი გრაფიკით მე ვერ ვიმუშავე, იმიტომ რომ ერღვეოდა სმენები. და გადავწყვიტე, რომ ისევ იმ გრაფიკზე, როგორც სხვა კონსულტანტები არიან, ისე მე ვიმუშავა. როგორც იქ კადრებში მითხრეს, რომ შენ დაისვენებ ამდე ეგრე არასდროს არ ყოფილა 6 საათიანი გრაფიკით, ჩვენ რაც იქ 9 თვე ვიყავით და არასდროს არ ვიმუშავია. და ხელფასი იგივე იყო, რაც მე ვქნოდა 6 საათიანზე, ვიღებდი 12 საათიანზე. გიწევს ძალიან ბევრი საქმის შესრულება, იგივე მოვალეობის, დამლაგებლის, დაცვის, მოლარის და კონსულტანტის. შეიძლება დაგჭირდეს, რომ იქ რაღაცა მიითვალო კიდევაც, იმიტომ რომ არავინ არ არის, რომ და ის დისტრიქტორი დგას 1 საათი უკვე და ვეღარ მოიცდის. ასეთ დაძაბულ რეჟიმში გიწევს 10 წუთი გაქვს შესვენებისთვის. გენგრევა ნერვული სისტემა, არ ვიცი, ხდები აგრესიული. სახლში როდესაც მივდიოდი, მე უმიზეზოდ შემეძლო რაღაცაზე კამათი დამეწყო, იმიტომ რომ ეს მთლიანი დღის არ ვიცი, ეს დაგროვებული, იმიტომ რომ იქ ვერაფერს ვერ ამბობდი. არ ყავს დაცვა, რეალურად ეს კამერები გვაქვს, რა თქმა უნდა, თითქმის ასეთ ქსელებში ყველგან კამერები ფუნქციონირებს, მაგრამ ეს კამერები არ არის რეალური შენი დაცვა. პირადად ჩემს მენეში მოხდა ესეთი ფაქტი, მაგალითად ერთ-ერთი ნასვამი პიროვნება შემოვიდა ხერხით. ჩვეულებრივად ხერხი ეჭირა ხელში. ბოლოს ისეთი გამწვავდა, კამათი დაიწყო ადმინისტრატორთან. ისე გამწვავდა სიტუაცია, რომ ამ კაცმა ეს ხერხის ქნება დაიწყო და მომხმარებელსაც უქნებდა. ძალიან შემეშინდა უბრალოდ და ბოლოს გადავწყვიტე პატრული გამოგვეძახა. და ამ პატრულის გამოძახების უფლებაც არ გაქვს, თუ შენ მონიტორინგს არ დაურეკეჯერ და იმან არ გამოიძახა პატრული. ყოფილა რამ ფაქტები ესეთი არასასიამოვნო ფაქტი, არ ნასვამ მდგომარეობაში პიროვნების შემოსვლიდან და მონიტორინგს რამდენიმე საათის შემდეგ დაურეკավ და უთქვამს, ხომ მშვიდობა იყო. ერთი შემთხვევა იყო კიდევ, ერთ-ერთმა ნასვამ მომხმარებელმა დაიწყო ჩხუბი სალაროსთან, რომ ეს თქვენი იოგურტი გაფუჭებულია. ამ შემთხვევაში ბოლოს ისე გამწვავდა სიტუაცია, რომ შესაწირის ყუთები გვიდგას სალაროებთან და ის აიღო და გვესროლა. ეს ყუთი გაწყდა, ეს ფულიც ისდება. რაღაც ბოთლი ეკավ, ისიც გვესროლა. პატრული მოვიდა სადღაც 5 წუთში. იმას რომ რამე დანაქონო და არა, ხო შეიძლება მithumetes ბოლოს პოლიციის თანამშრომელი აღმოჩნდა, რომ გაიგო. სადაც ის ისროლა ეს ბოთლი, ის იარაღსაც ისროდა. ეხლა მე იმ წუთას ვერ დავიცავს და 300 ლარის გულისთვის ნამდვილად არ მინდა რომ ჩემი სიცოცხლე იოს შევწირო და 300 ლარი ძალიან მithumetes ამასაც რომ გაჭრია და რაღაც იღებ მაგალითად ელოდები 10 300 დაახლოებით 345 უნდა აიღო ხელფასი 3 თვის შემდეგ. მაგრამ იღებ 280, 260 და ჩდება კითხვები, ხო, რატო აიღე? და გეუბნები რაღაც დანაკლისები ჩამოგეჭრა. და როსვამ კითხავს რა დანაკლისები მაგალითად, ხო, რატო? პასუხს არავინ აქცევს. მე ვიცოდი რომ მოლარი კონსულტანტს ეხება მხოლოდ სალაროზე, ანუ გეხება, ანუ მაგალითად რამე დანაკლისი გაქვს, ის არის მოლარის დანაკლისი, იმიტომ რომ ის შეიძლება შენ გაგიყარა რაღაც შეცდომა და
დაუშვი ფულთან დაკავშირებით შეცნობდი, მაგრამ დანარჩენი დარბაზში რაც ხდება, ის შენ არ გიხება. კიდე გვაქვს ჯარიმები, გვაქვს შინაგანაწესის მსგავსი რაღაცა არსებობს. არის ჩამოწერილი კედელზე გვაქვს გაკრული ჯარიმებზე, არსებობს კიდე არა ჩამოწერილი, არამედ სიტყვიერად მენეჯერისგან დაწესებული რაღაც შეზღუდვები. მენეჯერმა დააწესა, რომ სამსახურში ყოველთვის უნდა მოხვიდე ადრე და წახვიდე რატომაც გვიანი, იმიტომ რომ უნდა მოსაწესრიგებელი გაქვს დარბაზი. არ გაქვს უფლება, რომ არ გააკეთო. მაშინ გაგიშვებს სამსახურიდან. როდესაც ხალხი აღარ არის, ერთ-ერთ ჩვენთაგანს უწევს მაღლა ასვლა. და დაახლოებით პირადად მე მიწევდა 5-6 კალათის ჩამოტანა, ერთ ჩამოტანაზე. და ეს კალათები სრულად უნდა ანგებს, რომ დარბაზი შევსებული ყოფილიყო. და დაახლოებით იყო 25 კილო. ეს არის ჯანმრთელობის მხრივ კატასტროფა, იმიტომ რომ ეს გიწევს ერთხელ არა, ეს გიწევს რამდენჯერმე სმენაში. მე მაგალითად პირადად ამერია დღის და ღამის რეჟიმი დამერღვა. ისეთი გადაღლილი ვიყავი, რომ ლექციებს ვეღარ დავდიოდი. თუ დავდიოდი, 3 წელს სამსახურიდან მაგალითად პირდაპირ წასვლა ლექციაზე და ჩათვლა მე იქ არ ვიყავ, მეძინა ლექციებზე. ხდებოდა შემთხვევა, რომ გამოცდაზე ვერ წავსულა, იმიტომ რომ კადრები არ ყავდა და არ ნიშნავდა. მაგალითად რომელიღაც კონსულტანტი გახდა ცუდად და ვერ მოვიდა ფიზიკურად და მენეჯერი მეუბნება, რომ უნდა გადააბა. სხვა გზა არ იყო და დავრჩი. მთელი ერთი ღამის სმენა გადავაბი. დილით მოდის მენეჯერი და გეუბნება კიდევ შენიშნებს. გვაქვს კვების თანხა. ეგრეთ წოდებული რაღაც თანხა დღეს დავარქვათ. 2 ლარი. ეს თანხა ხაზის მზა პროდუქციიდან, ჩვენი წარმოების მზა პროდუქციიდან შეგიძლია აიღო რამე პროდუქტი, ეს იქნება სალათი ან ლობიანი ან ხაჭაპური რამე. აღარ ამ 2 ლარს არ უნდა გადააცილო. ეს 2 ლარი არის შენი 12 საათის განმავლობაში, უნდა იმყოფინო რაღაც ეს 2 ლარი კვებაში. ამ 2 ლარზეც გეუბნებიან, რომ შეხედე რა კარგია, ჩვენ გამოგიყავით 2 ლარი კვებისთვის, თქვენ აღარ მოგიწევთ თანხა დახარჯოთ კვებაში ან რამეში. ასევე ერთი საოცარი ფაქტია, რომ ღამის სმენაში არ შეგიძლია ადმინისტრატორის წასვლის შემდეგ რამე შეიძინო. ელემენტარული წყალიც აკრძალულია. ყველაზე დიდი ნაკლი და უარყოფა, რაც შემიძლია ვთქვა, ეს იყო არაადამიანური მოპყრობა. როდესაც ადმინისტრატორი ნაგავს გეძახის, პირდაპირ ნაგავს გიწოდებს, ხო? ეს არის ძალიან დამამცირებელი. ბოლოს უკვე აღარ შეიძლებოდა ისეთი სიტუაცია იყო, ისეთი კონსულტანტებს ისე მიმართავდნენ, ისე ჩაგრავდნენ. ამიტომ ერთად რაღაც მეგობრებით და თქვენი დახმარებით რაღაც კავშირებით ეს რაღაც პროტესტი უფრო მიეცა, შეიძლება ადრე მე ვლაპარაკობდი, ხო, შიგნით ხდებოდა რაღაცა და ერთი ამბობდა. შემდეგ მეორე ხმა მოიყო, მე მესამე მაუბრა მხარი და ეს უკვე გუნდი იქნება და რეალურად იქნება ჯგუფი, რომელიც არგუმენტირებულად ასაბუთებს რა არის პრობლემა და რა უნდა მოხდეს გადასაჭრად, გზებს ქმნის. მიხარიან უნივერსიტეტშიც არსებობს ასეთი ჯგუფები და ყოველთვის მინდა მონაწილეობა მივიღო, იმიტომ რომ ეს შეიძლება მე ვერაფერს ვეღარ გავუკეთე 9 თვის რაც იყო წარსულში, მაგრამ წინ არის, ხო, იქ მივა ახალი კონსულტანტი, ახალი თანამშრომელი და ის იქნება უკეთეს მდგომარეობაში და ზოგადად სხვადასხვა ქსელში, არ მარტო იონის პარის ბუდმარტის ქსელში ასე, სხვადასხვა ქსელშიც არის ასეთი სიტუაციები. და ბევრი თანამშრომელი რატომღაც თავს იკავებენ, რამე პროტესტი რომ გამოთქვან, შეიძლება ეშინიათ ან რამე სამუშაოს სასწრაფოდ ჭირდებათ, მაგრამ ვურჩევდი რომ ეს რაღაცა ამოიღო, იმიტომ რომ მე რო ვლაპარაკობ, შეიძლება სხვამაც ამოიღოს იქ ხმა, რაც უფრო მეტი იტყვის თავის სათქმელს, რაც უფრო მეტი ამოიღებს ხმას, მით უკეთესი იქნება ჩვენთვის.